ქართული ოცნების რიტორიკა და ოკუპირებული ცხინვალის მერ ირაკლი კობახიძის ციტირება. მე ვახსენე რამდენიმე საკითხი, რა მიმართულებითაც დღეს ჩვენი რესპონდენტები საუბრობდნენ, მათ შორის პირდაპირ ჩართვებში ჩემთან და თქვენი დასკვნა რა არის იმ მთელი გზავნილების გათვალისწინებით ამ დღეების განმავლობაში, რაც ისმის. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა აქ მიზანმიმართულობა, მთავარი აქცენტი სწორედ ამას ეხებოდა ჩვენი სტუმრების, რომ ეს არანაირად არ არის შემთხვევითი არც ერთი წინადადება, რომელიც ეხება იგივე აგვისტოს ომის დაწყების თარიღს, რომ ეს ვერანაირად ვერ იქნება კალენდარული საკითხი, ხომ? მით უმეტეს თემაზე, რაზეც დამდგარია მათ შორის საერთაშორისო გადაწყვეტილების შედეგები. რა სიტყვით თქვენ? რასთან გვაქვს საქმე? თვალსაჩინოა, რომ გადავხედოთ ბოლო წლების განმავლობაში, მაგალითად ირაკლი კობახიძის ქცევას და განცხადებებს აგვისტოს ომთან დაკავშირებით. სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ ირაკლი კობახიძეს ჰქონდა ის მინიმალური ადეკვატურობა, როცა ის ამბობდა, რომ აგვისტოს ომი დაიწყო რუსეთმა, დაიწყო პუტინის რეჟიმმა, საქართველო იყო მსხვერპლი და აქ ისმებოდა წერტილი. სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ და ეს ჩანაწერები მე მაგალითად ჩემს სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნე, სხვა მედიამ გამოვაქვეყნა, მოქალაქეებმა და ასე შემდეგ. აი რას ვხედავთ დღეს? რამდენიმე წლის შემდეგ ირაკლი კობახიძე გამოდის საკუთარ გუნდთან ერთად ივანიშვილი თუ სხვა პოლიტიკური აქტორები გამოდიან და ამბობენ, რომ ომი დაიწყო საქართველო. ომი დაიწყო სააკაშვილმა და ამით რეალურად პასუხისმგებლობას აკისრებენ მთელ სახელმწიფოს, ქვეყანას და მთელ საზოგადოებას. რაზეც მათი გადმოსახედიდან სეპარატისტულ რეჟიმს ჰქონდა სრულად მოსალოდნელი პოზიცია. განცხადების დონეზე როგორ წავიკითხო, ოკუპირებული ცხინვალის ეგრეთ წოდებული საგარეო უწყების განცხადება. საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ირაკლი კობახიძის სახით ოფიციალურად აღიარა სააკაშვილი სამხედრო აგრესიის დამნაშავედ. შესაბამისად, 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ქვეყანას. ანუ ქართული ოცნების მოღალატეობრივმა განცხადებებმა პირდაპირ მისცა საფუძველი საოკუპაციო რეჟიმს და სეპარატისტულ რეჟიმს, რომ არათუ სააკაშვილი, ანუ პოლიტიკური კინკლობის საგანი კი აღარ გახდა, არამედ ქართული სახელმწიფო დაადანაშაულონ ომის დაწყებაში და მთელი ომის უმძიმე შედეგებში. ანუ აქამდე მიიყვანა ქართულმა ოცნებამ და კობახიძემ საქმე, რომ დღეს საქართველოს სახელმწიფოს საკუთარ თავს იდანაშაულებს, იმიტომ რომ ავად თუ კარგად ეს ადამიანები წარმოადგენენ დღეს სახელმწიფო უწყებებს. ისინი დე-ფაქტო ხელისუფლებაში არიან, ფაქტობრივად მართავენ, ფაქტობრივად ღებულობენ განცხადებებს, ფაქტობრივად უწევთ საერთაშორისო ვიზიტების განხორციელება და შემდეგ. დე-ფაქტო ხელისუფლება არიან და ფაქტობრივი მოცემულობა, მაგრამ ისინი ღალატისთვის იყენებენ ამ დე-ფაქტო მმართველობას. იმიტომ რომ წარმოუდგენელია საკუთარი ქვეყანა დაადანაშაულო ომის დაწყებაში საკუთარ ტერიტორიაზე და ეს გამოიყენოს ჯერ პოლიტიკური კინკლაობისთვის, მიშა იქნება, პეტრე თუ პავლე, რა წარმოუდგენელი სიგიჟეა, ხო? თავის დროზე სწორედ ივანიშვილი იყო, რომელიც ამბობდა, როგორ შეიძლება საკუთარი ქვეყანა ომის დაწყებაში დაადანაშაულო, განსაკუთრებულად საკუთარ ტერიტორიაზე. ამას ხო თვითონ ამბობდნენ და დღეს ადანაშაულებენ საკუთარ სამშობლოს და ამას იყენებს მტერი იმისთვის, რომ ერთი პოლიტიკური რიტორიკა შექმნას საერთაშორისო ველზე. ის განცხადებები, რომლებიც კობახიძეს და ქართულ ოცნების ლიდერებს აქვთ გაკეთებული, აი ახლა ბანდა რო არიან და პერიოდულად ქოფაკებივით რო გამოდიან და ყვირიან, რომ საქართველო არის დამნაშავე აგვისტოს ომში. ამ ვითარებაში უბრალოდ წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება საერთოდ სახელმწიფომ გააგრძელოს არსებობა, ხელისუფლებაში დარჩეს ეს ძალადობრივი მართლა მოღალატეობრივი, იმიტომ რომ სხვა არაფერი არ აღარ ხშირად ამბობენ ხოლმე ამ ფრაზას, რომ უცხო ქვეყნის დავალების შემსრულებელიო და ოპოზიციისკენ იშვერენ ხელს. ანუ რა ოდესმე ერთი ფრაზა მოიტანონ, რაც მაგალითად ლელოს უთქვამს არა ქართული ხალხის ინტერესებიდან და მე მოვიტან მილიონ ასეთ ფრაზას, სადაც ქართული ოცნება, კობახიძე, ღარიბაშვილი და სხვები აკეთებენ რუსული ინტერესების გამტარ საქმეს, იმიტომ რომ არ არსებობს სამყაროში პოლიტიკური ძალა პუტინის რეჟიმის გარდა, არ არსებობს სამყაროში რუსეთის ფედერაციის გარდა სახელმწიფო, რომელსაც გაუხარდება საქართველოს დადანაშაულება ომის დაწყებაში და ამას აკეთებს კობახიძე, ამას აკეთებს კალაძე და სხვა წარმომადგენლები, რომლებიც ამბობენ, რომ თურმე საქართველოს დაიწყო ომი და მე ზღაპრების მოყოლა, რომ სააკაშვილი განსხვავდება და ქართული სახელმწიფო განსხვავდება, თურმე სხვა რამეა, მაშინ როცა ომში იმყოფება ქვეყანა.
ეს ზღაპარია, ისინი აკეთებენ ახლა უმძიმეს დანაშაულებრივ საქმეს, რომელიც არის მართლა ღალატის ტოლფასია, იმიტომ რომ დღეს სამწუხაროდ კობახიძე წარმოადგენს ქართულ სახელმწიფოს. სამწუხარო, მაგრამ de facto წარმოადგენს და ყველა ის დანაშაული, ყველა ის შეცდომა, რომელსაც კობახიძე დაუშვებს საერთაშორისო ველზე, არის საქართველოს პასუხისმგებლობა მათ შორის. და ეს ძალიან კარგად იცის თავად კობახიძემ, რომელიც კონსტიტუციონალისტია და ლექციებს კითხულობს უნივერსიტეტში და პრეტენზია აქვს, რომ კარგი იურისტია სახელმწიფო მოწყობის და კონსტიტუციონალიზმის, მაგრამ ყველაზე დიდი ცოდვა ეგ არის, როცა იცი რა ტიპის დანაშაულს ჩადი, რა ტიპის მოღალატეობრივ საქმიანობას ეწევი და მაინც აკეთებ. ის რომ გააკეთოს ვიღაცა ჩერჩეტმა, რომელმაც არც იცის განსაზღვრება სახელმწიფოს პასუხისმგებლობების, არ იცის სახელმწიფოს შტოების გამიჯვნის თუ პასუხისმგებლობის საკითხი, კიდევ რაღაცას ჩავთვლი, მაგრამ ეს არის გააზრებული დანაშაული ქართველი ერის წინააღმდეგ. სხვა საკითხებთან ერთად აი თქვენც პირადად არაერთხელ გისაუბრიათ, რომ ბევრი საკითხის განხილვა ქართულ ოცნებასთან მიმართებით უნდა მოხდეს ძალაუფლების შენარჩუნების ჭრილში. აი ეს საკითხი, თქვათ, რა ტიპის მაშველი რგოლი შეიძლება იყოს ოცნებისთვის, თუ ამ ჭრილში შევხედავთ? ეს არის შიდა მოხმარების, თქვათ, გარე მოხმარების ორივე ერთად, თუ იმგვარი საკითხი, რომელ რიტორიკასაც ის თქვათ გარკვეულწილად შესაძლოა წარმატებით ამუშავებდეს ასევე გარკვეულ სამიზნე ჯგუფებში, ხო, იმიტომ რომ დღეს ჩვენი რესპონდენტების ნაწილი ამბობდა, რომ მხოლოდ ეს არ არის ერთი ამბები, რაღაც ისინი მძივზეც საუბრობენ იმ კუთხით, რომ აი მაგალითად ასევე კობახიძის თქვათ რუსოფობიაზე საუბარს წინა დღეებში დაეწია კირცხალიას ვრცელი პოსტი და კულტურის სფეროს სუხიშვილები იყო სამიზნე რაჭველი და ასევე პაატა ბურჭულაძე როგორც ცნობილია და კიდევ სხვა საკითხებიც არის ამ სიაში, რაზეც საზოგადოების ნაწილი საუბრობდა, რომ ეს არ არის შემთხვევითი ეს ამბები. კამპანიაა ჩვეულებრივ. თქვენ ხო, კამპანიას ხედავთ ამ ყველაფრის მიღმა, მთავარ მიზნად და რა რისთვის, რა დანიშნულებით ხდება ეს ყველაფერი თქვენი რწმენით? ორი ამბავი, ერთი რომ საინფორმაციო ველზე შემოიტანონ სრული აღრევა. არსებობს გზავნილები და პროექტები, ანუ ბოროტების პროექტები ანტიქართული ოცნების წიაღში, რომელიც ნაწილი მიმართულია საერთაშორისო ველზე, საერთაშორისო მოხმარებისთვის და მეორე შიდა მოხმარებისთვის. აი მაგალითისთვის ის დანაშაულებრივი განცხადებები, რაც კობახიძემ გააკეთა, თითქოს და ომი საქართველოს დაიწყო. ეს არის საერთაშორისო მიმართულებით არსებული ბოროტი პროექტი, ქართველების წინააღმდეგ მიმართული პროექტი, რომ საქართველოს დაადანაშაულა ომის დაწყებაში. საერთაშორისო რატო? იმიტომ რომ იქ რუსეთმა წაუყენოს საქართველოს ბრალი, თავის გამართლებას წადოს პუტინის რეჟიმმა, რომ გაიმართლოს თავის საქართველოსთან მიმართებაში. ხომ წარმოგიდგენიათ რა დონის პარადოქსულია, მაგრამ ეს საერთაშორისო ველზე ეს განცხადებები ძალიან ცუდად წამოეწევა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ასევე ქართულ გამოცდას კიდეც გარკვეულწილად ქართული საზოგადოების ამაზეც მოვისმინეთ დღეს აქცენტი, რომ გარკვეულწილად არის ხო არის რაღაც დატესტვა რასაც ვეძახით. რაღაცისთვის თქვათ ნიადაგის მოსინჯვა და დატესტვა იმ კუთხით, რომ გაცილებით მძაფრი არის ახლა ამ 2026 წელს ეს აქცენტები, ხო, ყველა მხრიდან, სხვადასხვა შტოების წარმომადგენლების მხრიდან, ხო, ეს იქნება საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი, მაგალითად პაპუაშვილის საკანონმდებლოს ხელმძღვანელი, ხოლო აღმასრულებელი კალაძე მერია და ასე ყველა შტო ჩართულია ამ ბოროტების პროექტში. აი ამ ნაწილზე რისი თქმა შეგიძლიათ და რაღაც ყველა რამდენიმე მიმართულებით არის ხო აქცენტი, მე ვახსენე კულტურის სფერო და ფიქრობთ თუ არა რომ ესეც არ არის შემთხვევითი? ხო, არც ეს არ არის შემთხვევითი, ისინი ცდილობენ რომ დატესტონ და ნენელა შეაგუონ საზოგადოება, თუმცა უნდა ითქვას, რომ ვერასდროს ვერ შეაგუეს იმას, რომ რუსი და ოკუპანტი, რომელმაც აჩეხა და გაანადგურა ქართული სახელმწიფო, ქართული სოფლები გადაწვა, ათობით სოფელი მიწასთან გაასწორა, ვერასდროს ვერ შეაყვარებენ ქართულს ოკუპანტს. ვერასდროს, მაშ როცა ჩვენი სამშობლოს სხეული არის დაგლეჯილი, დასერილი, აი ამ ჭრილობებით, ანწუხელიძის ხსოვნა, გადამწვარი სოფლები და ასე შემდეგ, ვერასდროს რუს ოკუპანტს ვერ შეაყვარებენ საქართველოს მოქალაქეს. შეუძლებელი და ეს ყველა სოციოლოგიური კვლევით გამოჩნდა, ეს ერთი. თუმცა ისინი ცდილობენ რომ ზემოქმედება ძალადობრივი მოახდინონ. რაც კულტურის სფეროსადმი შეტევას, რომელიც წარმოუდგენლად დღეს ესე იგი სუხიშვილებს რომ უტევ, ნინო ქათამაძეს, ნიკოლოზ რაჭველს უტევ, მერაბ სეფაშვილს უტევ, უამრავ სრულიად მართლა ქართველი კაცი რო ამაყობს საკუთარი კულტურის გაგებით, თანამედროვე კულტურის გაგებით, თუნდაც ცეკვით, თუნდაც სიმღერით
და ამ ადამიანებს ცდილობენ რომ ჩრდილი მიაყენო. უბრალოდ წარმოუდგენელი სიგიჟით რისთვის მოიცალეს საერთოდ რომ უბრალოდ დაურეკონ ამ მომღერლებს, კულტურის წარმომადგენლებს და რაღაც სიგიჟეებზე ელაპარაკონ. და ეს არის ერთგვარი მცდელობა, რომ თითქოს და ავტორიტეტის შელახვის პროცესი გაატარონ აი ამ მომღერლებს, იმიტომ იციან რომ ვინც ადეკვატურია, ვინც ამ ქვეყანაში საქმეს აკეთებს, ვისაც გულშემატკივრები ყავს, მსმენელი ყავს, იქნება ეს მუსიკა, მწერლობა, ცეკვა, პოეზია თუ ასე შემდეგ, ყველა გააშავეს. ყველა გააშავეს. ანუ თურმე უამრავი ძალიან კარგი მწერალი და პოეტი, რომელიც თითქმის არ მეგულება, რომელიც არ აკრიტიკებდეს ამ ხელისუფლებას. უამრავი კარგი მსახიობი, რომელიც ქუჩაში დგას პროტესტში და აკრიტიკებს ანტიქართულ ოცნებას. ანუ მწერლები და პოეტები, მსახიობები, მათ შორის კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მომღერლები, თეატრი, კინოს მსახიობები, მოცეკვავეები, ყველა საერთოდ ყველა აკრიტიკებს ანტიქართულ ოცნებას და ივანიშვილს. ვინ არის კარგი? ანუ გოგა ხაინდრავა, ერთ-ერთ საქართველოს ისტორიაში ყველაზე უნიჭო რეჟისორი. გოგა ხაინდრავას რომელიმე კარგი გადაღებული ფილმი დამისახელეთ. ერთი დამისახელეთ. ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა გაკეთებული 9 აპრილს აღმოაჩნდა კამერა ხელში და 9 აპრილის კადრები გადაიღო ისტორიული საქმეა და მე ვაფასებ ამას. იმის მიღმა ეს არა ეს დოკუმენტალისტიკა გადაიღო, დაიჭირა ძველი კამერა და გადაიღო. ერთი რეჟისორი რაში რეჟისორი არის დადგმა უნდა გააკეთო. ერთ-ერთი ყველაზე უნიჭო რეჟისორი, ერთ-ერთი ყველაზე უნიჭო ფილოსოფოსი. ზაზა შათირიშვილი, რომელიც ტროლად აქცია. ანუ ვინ არის საერთოდ ივანიშვილის მხარეს? ყობახიძის მხარეს ვინ არის? რომელი პროფესიონალია, რომელი პედაგოგია, რომელი პროფესორია, რომელიც გვერდით უდგას და მხარს უმაგრებს? ყველა არის აქეთ. ყველა აქეთ არის. კარგი. ირაკლი, ერთი საკითხზე მინდა კიდე თქვენი პასუხი მივიღო. აი თქვენი თქვა საპასუხო რიტორიკა და განცხადებები და პოზიცია და თანმიმდევრულობა. აი რა უნდა აჩვენოთ თქვენ ამ პროცესში, იმიტომ რომ მე წინა საათებში საერთაშორისო სტუმრებთან რომ მეწილად ასევე ისიც მასაც გავუსვით ხაზი რომ რაღაც პოლიტიკოსების ნაწილი ოპოზიციონერებს გულისხმობ, ანუ წუწუნებენ ხოლმე იმაზე რომ აი ოცნების თქვა რაღაც შემოტანილ რიტორიკაზე უწევთ კომენტირება. მაგრამ ვფიქრობთ თუ არა რომ კრიტიკული მნიშვნელობის საკითხია რომ სწორი აქცენტები ისმოდეს ასევე საპასუხო პოლიტიკასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ძალები რომელთაც აქვთ პრეტენზია რომ შეცვალონ ხელისუფლება ასევე უნდა სთავაზობდნენ საზოგადოებას შემდგომი მათი ცხოვრების თქვა განვითარების გზებზე მონახას. როგორ ხედავენ ამა თუ იმ საკითხს, ხომ? და ეხლა აღარ გვაქვს ძალიან ბევრი დრო, მაგრამ აი ეს ომიგინდას რიტორიკაზეც იყო თავის დროზე დისკუსია, რამდენად უნდა გეპასუხათო, არ გეპასუხათ სათანადოდ და ჩაითვალა, რომ გარკვეულწილად იყო ეს წარმატებული პროპაგანდა ოცნების მხრიდან. აი ახლა თუ გაანალიზდა ეს ყველაფერი და რას უპირისპირებთ თქვენ ამ ყველაფერს? ძალიან საინტერესო შეკითხვა, იმიტომ რომ წარსულ შეცდომების გააზრებაზე მიუთითებს და უნდა ითქვას, რომ ხო, ოპოზიციამ შეცდომა დაუშვა მაშინ, როცა ითქვა, რომ ომის პროპაგანდას არ ჭირდება გამოპასუხება და ოპონირება, ეს ტყუილია და ისედაც არავინ არ დაიჯერებს ამას. ეს იყო მაშინ ჩვენი მათ შორის და ყველას სტრატეგია, თუმცა ამან არ იმუშავა და პირიქით მცდარი აღმოჩნდა. დღეს ჩვენი საქმე არის ლელო, ძლიერი საქართველოს, ჩემი მეგობრების საქმე არის, რომ ვაჩვენოთ ერთი ალტერნატიული პოლიტიკური პროცესი, აქტიურად ვიმუშაოთ რეგიონებში. მე ყოველ მეორე დღეს მინიმუმ ვარ სხვა რეგიონში, სხვა სოფელში, უკვე მოვიარე ძალიან ბევრი სოფელი და დასახლება აჭარაში, გურიაში, სამეგრელოში, სვანეთში მოვასწარი, კახეთი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, რაჭაში და ასე შემდეგ. ძალიან მაგარი ხალხი ყავს, მათ შორის ცაგერში ჩემი ძმა და მეგობარი გოგიტა ახვლედიან, რომელიც საყვედურობს დიდი ხანია, რომ მასთან ვერ მოახერხი ასვლა და უნდა ავიდე ლეჩხუმი უმნიშვნელოვანესი მხარეა, სადაც ძალიან ბევრი პრობლემაა და გოგიტა ახვლედიან საკრებულოს დეპუტატია, ჩვენ მარტო იბრძვის იმ სივრცეში, რომ სხვა ესეთი აქტიური ოპოზიციონერი აღარ არის დარჩენილი იმ შეცდომის გამო, რასაც ბოიკოტ ქვია. ამ ვითარებაში ვიმყოფებით, ჩვენი მთავარი გზავნილია მოსახლეობისადმი, რომ ერთად შევებრძოლოთ პროპაგანდას, ერთად გავაჩინოთ მომავლის იმედი და ამას ჭირდება, რომ პოლიტიკურ გადაწყვეტილებები ერთადაც მივიღოთ და მე მუდმივად ყველა ეთერში მოუწოდებ მოქალაქეებს, რომ შემოგვიერთდით ჩვენი კარი ღია, ლელო ძლიერ საქართველოს
კარები არის ღია იმისთვის, რომ ერთად შევძლოთ შედეგის დადება. ერთად შევძლოთ ივანიშვილის მხილებაც და დამარცხებაც და ეს გარდაუვალია, ძალიან მალე მოხდება, უბრალოდ ჭირდება ამ ყოფას კარგი ორგანიზება და აგვისტოში, ზაფხულში, ზამთარში ახალწლადაც ბევრი შრომა და ჩვენ ამ შრომას და დისციპლინას ვინარჩუნებთ. თქვენ ადგილებზე მოსახლეობასთან საუბრისას გაქვთ არგუმენტირებული პასუხები, ვთქვათ, ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში რატომ შეიძლება იყოს ესა თუ ის ჯგუფი მშვიდობის წყარო და არა ვთქვათ დაპირისპირების და აი ამ ომიგინდა რიტორიკის საპასუხოდ რაც იყო ხოლმე წინა პერიოდის განმავლობაში არჩევნებზეც და სხვა დროსაც ხომ აი ამ ნაწილზე კითხეთ კონკრეტულად და ამაზე რომ მიპასუხოთ აი რამდენად არის ეს საკითხი აქტუალური იმიტომ რომ თუნდაც ამ დღების განმავლობაში გაკეთებული განცხადებების სიმწვავემ და ესეთმა რაღაც ერთობლიობა მაჩვენა რომ ესეც შეიძლება რაღაც საარჩევნო რეჟიმადაც განიხილოს და ამის შემადგენლად საზოგადოების ნაწილმა იმიტომ რომ რამაც გარკვეული პერიოდის წინ შესაძლოა იმუშავა, დიდი ალბათობით ის ისევ იქნება ნაცადი. თქო, აქედან თქვენი დასკვნა, გამოტანილი დასკვნა რა არის რეალურად? კი ბატონო, გასაგებია, ბევრჯერ უკვე ორი არჩევნები მუშაობს ომის პროპაგანდა, მაგრამ უკვე ველზე შემცირებულია ძალიან ომის და მშვიდობის რიტორიკა. შემცირებულია ძალიან, ძირითადი საკითხი ეხება სოციალურ პრობლემებსაც, მოსახლეობას აპირებს და მოლოდინი და შიშები თვითკრიტიკულად რო ვთქვათ, არის ოპოზიციის დაქსასრულობასთან დაკავშირებით, რომ დაქსასრულია ოპოზიცია, ნაწილი აღმოსავლეთით მიეკრეკება და ნაწილი დასავლეთით და უჭირს წარმოდგენა და დანახვა მოქალაქეს, როგორ შეიძლება თანაარსებობდეს ეს ორი ფლანგი, რომელიც ხლეთ საწინააღმდეგო მიმართულებით მიდიან. ხმული მათი მხრიდან ალტერნატივად, რომელსაც შეუძლია რომ ვთქვათ დაუპირისპირდეს ამ რიტორიკას და რეალურად სხვა სურათს ჩვენოს. იმიტომაც რომ ჩვენ ცადეთ ბევრჯერ ერთი შემრიგებლური რიტორიკის შემოტანა, მეორე რაციონალური მსჯელობის რაღაც განვითარება, მათ შორის თანამშრომლობა ცადეთ ყველასთან და მიუხედავად იმისა, რომ წარსულში შეიძლება დაძაბული ურთიერთობები გქონია, მაგალითისთვის ვიტყვი, მამუკა ხაზარაძე და გიორგი გახარია. ქვეყნის ინტერესების გამო მათ ხელი ჩამოართვეს. მამუკა ხაზარაძე და ალეკო ელისაშვილი ჩვენი ძმობილი საპატიმროში ხელი ჩამოართვეს. ან ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე საერთო საქმე აკეთოს წარმატებულად. და ეს ვაკეთეთ ყველგან წალენჯიხაშიც, თბილისის მერობის არჩევნებშიც, სადაც ნიკა მელია იყო თბილისის მერობის კანდიდატი, ასევე პოლიტიკური პატიმარი ახლა და მამუკა ხაზარაძე და ნიკა მელიამ უნიკალური თანამშრომლობის გამოცდილება შექმნეს. ამიტომ ჩვენ ვართ ეს გუნდი, რომელსაც ეს შეგვიძლია, რომელიც ამოდის საქართველოს ეროვნული და სახალხო ინტერესებიდან. ამიტომაც ვართ ყველაზე მეტი დრო ქუჩაში, ამიტომაც ვართ ყველაზე მეტი დრო რეგიონებში, მიუხედავად იმისა, სად 45 გრადუსია, სად ზაფხულია თუ სად ზამთარია. შრომას არ გავაჩერებთ, გვჭირდება უბრალოდ მოქალაქეების მხრიდან, რომ შემოგვიერთდით, გავძლიერდეთ, ხელი ხელს ჩავკიდოთ და უფრო მეტი ძალისხმევით ვიშრომოთ ანტიქართული და ანტიეროვნული ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ. მადლობა.